პარტიისთვის წარმომადგენელი ერთ-ერთი ასაკრძალი პოლიტიკური ძალის. მოგესალმებით დავით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ჯერ ერთი აი ყოველთვის როდესაც ახალგაზრდა პოლიტიკოსებს ასე ვთქვათ ხედავ ხოლმე და ვსაუბრობ მასთან ერთად, სულ აი არ ვიცი როგორ შეიძლება სასაცილო ნამდვილად არ არის და მართლა უმძიმესი ეტაპია, რაზეც გადაგვიყვანა ივანიშვილის რეჟიმმა, მაგრამ მიქანაძე მაგალითად და ვოლსკიმ რომ თქვენ უნდა აკრძალოთ პოლიტიკიდან, აი მართლა უკიდურესი ცინიზმია თავად ქართული ოცნების პირობებშიც კი და მათი საქმიანობიდან გამომდინარეც კი, მაგრამ რა ეტაპია ეს დავით, თქვენ როგორ ფიქრობთ, აი საქართველოსთვის როგორც მოცემულობა, როგორ აღიქვით ეს ყველაფერი? მოგესალმებით, ხო, ძალიან ისეთ ცოტა კომიკურია ჩემთვის, რომ კომკავშირელმა გია ვოლსკიმ უნდა ამგზავნოს მე, რომელიც დავიბადე, დამოუკიდებელ საქართველოში გავიზარდე და ჩემი ცხოვრება და მისია წარმომიდგენია ამ საქართველოს დამოუკიდებლობის და მისიას, თქვათ, სამომავლო ევროპული მომავლის განმტკიცებისთვის ბრძოლაში და ეგ ამდენადაც კომიკურია, იმდენად მართლა არანაირად ამაზიანებელი არ არის არც ჩემთვის და არც ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ის, რასაც ესენი ახლა აკეთებენ. ქვეყნისთვის რეპუტაციულად ეს ცუდია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქვეყანა რაღაც რუკაზე ვინიშნებით, როგორც რაღაცა ველური ავტორიტარიზმისკენ მიმავალი რაღაცა სახელმწიფო, ხო? მაგრამ ერთია ესენი რას აკეთებენ და როგორ გვაზიანებენ რეპუტაციულად, მაგრამ მეორე არის ქვეყნის შიგნით ეს რას ცulis, ჩვენს წინააღმდეგობას რას ცulis, ჩვენს ნახეთ ფურცელზე თუ აგრძალავენ, ან რაღაცა გაგვაქრობენ ფურცელზე, გარნიშნავს რომ ეგ რაღაცა ეს წინააღმდეგობა არ გრძელდება, ხო? ისედაც დიდი ხანი აღარ არის ეს რაღაც პარტიული წინააღმდეგობა, იმიტომ რომ აღარც არჩევნები არის ამ ქვეყანაში კარგა ხანია, აღარც რაღაც ინსტიტუციებში შეიძლება ბრძოლა, სადაც ორგანიზაციულად იქნება წარმოდგენილი. ხო, ეს არის უფრო დიდი იდეისთვის ბრძოლა, უკვე კარგა ხანია და ეს იდეა უპირველესად გამოხატულია, რა ვიცი, საპროტესტო აქციაზე დგომით, რაღაც სხვადასხვა სახის წინააღმდეგობით, ციხეში მიდის ხალხი მაგის გამო. ჩვენი პოლიტიკური ლიდერები ყველა ციხეშია, ხო, ჩვენი კოალიციის. აი პრაქტიკაში როგორ უნდა ახსრულდეს ეს დავით, როგორ წარმოგიდგენია? ერთადერთი ხარ მართლა სახლიდან გამოსვლას თუ აგვიგზალავენ და პირზე იმას სკოჩს თუ გადაგვაკრავენ, თორე სხვა მხრივ აი რა უნდა გააკეთონ? რომ აი ტელევიზიაში აღარ უნდა დაჯდე და შენი აზრები აღარ უნდა მოხდეს. ეგ ხო ისეთი ტიპის რეპრესია არის. ჯერ ერთი როგორ უნდა ესე უნდა მზდიონ უკან, ხო? და ეხა აქ რომ მოვედი მე მანქანით ესკორტი უნდა მომყვებოდეს, რომელიც ლიფტში დამაკავებს, ხო? ეხა ასასრულებლად და სხვა სიგიჟეა. მექანიზმები მართლა რა იქნება იმ შემთხვევაში თუ კი მაგალითად პოლიტიკური პარტიის ისინი ამბობენ რომ დაკავშირებული პირებიცო, ხო, თუ რომელიმე სხვა მიმართულებით გააქტიურდებიან, მათაც შეეხებათ და იმ პოლიტიკურ პარტიასაც სადაც ეს პირი გააქტიურდება. ხო, და ნახეთ ეს პოლიტიკური პარტიების უკვე აკრძალული თუ შემდგომში ასაკრძალი პოლიტიკური პარტიების რაღაც მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარი არის ჩვენი ხმა არ გაქრება და ვერ გაგვაჩუმებენ ნებისმიერ შემთხვევაში ვერანაირად. აქამდე ამ აკრძალებმაც ისევე იმუშაოს, როგორც მაგალითად იმუშავა იგივე ჯარიმებმა. ზუსტად, აი ნახეთ, ჯარიმებზე ხო ეგონათ, რომ აი ხა 500 ლარით მოასრულებენ ყველაფერს. ხო არ იმუშავა. და გახსოვთ თავიდან ბრიგადები მოდიოდნენ აი ამ 500 ლარიანი ჯარიმის 3 ესკორტი მოდიოდა პოლიციის რომ გადმოეცათ, იმიტომ რომ შეეშინებინეთ. ეხლა გადაწყვიტეს რომ პატიმრობა გააკეთონ ამის გამო და ასობით ადამიანი წავიდა ციხეში და იქიდან ვინც გამოვიდა, დღეს მათ შორის ჩვენი წევრი და ჩემი მეგობარი ბაჩო ქიმუცაძე გამოვიდა იზოლატორიდან, ვასკა ივანოვჩიკოვანთან ერთად იჯდა და იქ კიდე უფრო მეტად მოტივირებულები არიან. ანუ კიდე რუსთაველზე როდის გამოვა ერთი სული აქვს. და ასე არის ყველა ვინც იქიდან გამოვიდა. ანუ რაღაცა ერთს ეს კანონი ვერ მუშაობს. ის რუსთაველი მაინც იკეტება. ეს ხალხი ციხეში მიდის და იქიდან კიდე უფრო მეტად დამუხტული გამოდის და საქმე მაგაშია რომ ამათ კი გონიათ და ამ კალკულაციებს აკეთებენ რომ ამით აიგზალება ყველაფერი და გაქრება და ჩაქრება, მაგრამ ეგრე არ ხდება. ხო, უბრალოდ ეს ძალიან დიდი დარტყმა არის თავად ქვეყნისთვის, იმიტომ რომ თვითონ დაარღვია კონსტიტუცია, ხო? არღვევს ქართული ოცნება რა ხანია, დაწყებული 28 ნოემბრიდან, შემდეგ ახლა კონსტიტუციურად საპარლამენტო რესპუბლიკაა, ხო? საქართველოს. ფორმალურად კი. კი, საპარლამენტო რესპუბლიკა როცა ქვია, იქ პარტიების აკრძალვა უკიდურესად მე ისიც არ მგონია რომ ნახეთ ევროსაბჭოს წევრი ჯერ ფორმალურად ხომ ვართ არა? კი ბატონო, მე ისიც არ მგონია რომ ქართული ოცნების აი მხარდამჭერები და ამომრჩევლები ვინც არიან დღეს მაგათაც რომ მოეწონოთ ეს ამბავი, ეგეც არ მგონია მე ნორმალური, იმიტომ რომ ისე გუშინ ნინო წილოსანი ამბობდა და მაგიტომ კრძალა. აი ალბათ მაგათი ამომრჩევლის მცირე ნაწილი თუ იქნება, აი 10-15% ისეთი, ვინც ამით ძალიან ბედნიერი იქნება, თორე სხვები ყველა ხვდება რომ ეს ნორმალური არ არის. როგორ ანუ ნახეთ 1990 წელს, აი 35 წლის წინ, როცა პირველად ჩატარდა ამ ქვეყანაში მრავალპარტიული არჩევნები, ეს იყო დიდი აი ამ დროს დაიბადა ახალი საქართველო და ამათმა ადგენენ და ზუსტად 35 წლის თავზე 28 ოქტომბერს 2025 წლის გაუქმეს მრავალპარტიულობა ამ ქვეყანაში და გადაწყვიტეს რომ დაუბრუნდნენ აი ამ რაღაცა კომუნისტურ ერთპარტიულ რეჟიმს. არც მაშინ არ აურჩევია ხალხს ერთპარტიული კომუნისტური რეჟიმი, მაშინ ზვიად გამსახურდია აირჩიეს და დიდი კოალიცია და არა გივი გუმბარიძე და კომუნისტური პარტია და არც დღეს არა აქვთ ამათ ეს მხარდაჭერა რაც გონიათ და ეხა ფურცელზე აკრძალვა ამას ვერაფერს ვერ უშველის. თავარი არის
არის და მათ შორის ქართული ოცნების ამორჩეველმაც ალბათ უნდა იცოდეს დავით და ამაზე თქვენც უნდა ესაუბროთ თუ ვინც არის ჯერ კიდევ მხარდამჭერები და ვისაც ქართული ოცნება მუდმივად ატყუებდა რომ აი ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას დაალაგებდა ან ევროპისკენ მიყავდა ღირსებით ეს მე მგონი უკვე თავადვე უთხრეს ამორჩეველს ხო რომ ეს ასე არ იქნება მაგრამ ასეთ ქვეყანასთან ასეთ პირობებში რომელიც იღებს მსგავს გადაწყვეტილებებს არასოდეს შეერთებული შტატების არც ერთი ადმინისტრაცია არ ილაპარაკებს და არც ევროკავშირის არც ერთი ადმინისტრაცია არის კი ბატონო პირიქით უფრო დამძიმდება ეს იზოლაცია რაშიც ივანიშვილმა მოიქცია თავისი თავი ჩვენზეც აისახება რა თქმა უნდა და სამომავლოდ ეს უფრო მეტ ზიანს მოგვიტანს ეს მე მგონი ყველას ესმის და ჩვენ ინვესტიციების შემოვა ეკონომიკური მდგომარეობა დამძიმდება და შეიძლება უიზოს დავკარგოთ რაც გვაქვს და არათუ დავკარგოთ ის რაც გვაქვს არამედ ხოლმე ვერაფერი ახალს ვერ მივიღებთ და ამ ქვეყანას უბედურების მეტი არაფერი არ იქნება ამათ ხელში რა და ერთის უნდა ვთქვა რომ აი მაგზალვების ამ ყველაფერს მიუხედავად პროტესტი არ ქრება რუსთაველზე 26 ოქტომბერი იყო მაგის კარგი დადასტურება ბევრს ქონდა ალბათ ფიქრი რომ შეიძლებოდა ბოლო პერიოდის პროცესების და გამო და ახალი განკაცებული კანონების გამო ხალხი არ გამოსულიყო ქუჩაში მაგრამ ხალხი გამოდის ძალიან ბევრი და ეს მუხტი უფრო დიდი არის ვიდრე ჩვენ ეს შეიძლება წარმოგვიდგენია აი ნიკამელიას თქვები მახსენდება სამ დააკავებდნენ ერთ ინტერვიუში აქ ნათქვამი რომ დღეს საქართველოს გეოპოლიტიკურ რუკაზე ნიშნავს რუსთაველის პროტესტიო და არა მაგალითად რაიმე პარლამენტში ყოფნა ან რაღაც ხელისუფლების რაღაც ქმედებები ან რაიმე სხვა რაღაც ვითომ ინსტიტუციებში ბრძოლა რუსთაველის პროტესტი და ზოგადად ეს პროტესტი არის მთავარი ამბავი რომელსაც ვერ აცხრობს რეჟიმი რომელიც ამ ქვეყანას ისე უნარჩუნებს მომავლის პერსპექტივას და რომელსაც ვერც არის პარტიული აკრძალვა და ვერც ვერანაირი რეპრესია ვერ გააჩერებს და ამას ხედავთ ყოველდღე დავდივარ ამ რუსთაველის გამზირზე და გუშინაც ხო გადაკეტეს უამრავი ხალხი იყო მუხტი არის ჩაუქრობელი და ეს ამას უბრალოდ ვინც ვერ ხედავს გინდ ოცნებიდან იყოს და გინდ სხვა მხრიდან ის ვერ გაიგებს რამდენად დიდია უკმაყოფილება ოცნების მიმართ და რამდენად დიდია სურვილი საქართველოს გათავისუფლების ოლიგარქიული რეჟიმის. კი ბატონო და ეს იდეა კი რაზე წინასწარმართანაც ვლაპარაკობდით რომ ეს არის იდეა რომელსაც ვერ მოკლავს ნამდვილად ბიძინა ივანიშვილი ეხლა რაც არ უნდა აკრძალოს კონკრეტული პოლიტიკოსები იმ ხალხს რას ეტყვის რომ კონკრეტული პოლიტიკოსი ხომ არ არის მათი იდეა ვინც გარეთ დგას ხო საქართველოს თავისუფლებაა და ამას რომ უკრძალავ ადამიანს რომ საქართველოს თავისუფლებას კრძალავ ამას შენი აზრი რო კონდეს მაგას ხო შენ სახელმწიფოებრიობას კლავ ღმერთმა მოგცა თავისუფლება და მოგცა არჩევანის თავისუფლება და ამათმა გადაწყვიტეს რომ ის რაც ღმერთისგან მოცემულია და ის რაც არის რავი ფუნდამენტი თლიანი ჩვენი ქრისტიანული და დემოკრატიული სამყაროში ბიძინა ივანიშვილმა ამ ვიღაცა რაღაც გაუნათლებელმა რუსმა ოლიგარქმა გადაწყვიტა რომ ქართულ ხალხს უნდა წაართვას არჩევანის თავისუფლება აზრის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლება და ჩავკვეტოს სახლში და გამოგვამწყლიოს გალიებში და ეხლა ეგ ვერ მოხდება ვერც ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ეგ გააკეთოს ვერც კომუნისტებმა გააკეთეს თავის დროზე და ვერავინ ვერ გააკეთა და ბიძინა ივანიშვილი მით უმეტეს ვერ გააკეთეს დავით თქვენ თქვით და ის რომ ადამიანებს ხო კი ბატონო იდეისთვის იბრძვიან იდეისთვის დგანან გარეთ იმათთვის მართლა არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკური პარტია ვის რომელი ერქმევა და აკრძალული იქნება თუ არა აკრძალული იქნება მაგრამ აი თავად თქვენთვის ასე აკრძალულების გაერთიანებული პასუხი როგორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში ნახეთ აქამდეც ეს იყო აუცილებელი და ახლაც ეს არის რომ მეტი კოორდინირება მეტი ორგანიზება და მეტი ერთობლივი ძალისხმევა ეს მნიშვნელოვანი არის აქამდეც ეგ გვაკლდა ყოველთვის რომ მეტად ორგანიზებული შეხვედროდით როგორც აი ამ რაღაც თქვა სტიქიურ პროტესტებს აგრეთვე ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესს ამას ბევრი სუბიექტური ობიექტური მიზეზები ქონდა მაგრამ ეხა პოლიტიკური პროცესი მუდმივად ის არის ხო მათ შორის იმ სუბიექტურ ობიექტურ მიზეზებიდან აი ახლა პარტიების გაუქმება ბევრს მოხსნის დღის წესრიგიდან პრობლემასაც მოხსნის ალბათ რაღაც ხრივ ამას ქონდა თავის დაბრკოლება რაღაცა პარტიული იდენტობას თუ იმას ალბათ რაღაც ხრივ ოღონდ მე მინდა ვთქვა რომ ეს არ იყო არასდროს მთავარი დამარკოლებელი იყო სიტყვის დაცვა თანმიმდევრულობა და პრინციპებზე შეთანხმება ეს იყო ყოველთვის ჩვენ დიდი ერთობებისთვის მიგვიწევია ბოლო ერთ წელშიც კი მაგრამ გადაუხვია ამას ხო ზოგიერთმა ჯგუფებმა ზოგი არჩევნებში შევიდა ზოგმა სხვა გზა აირჩია და ეს იყო მთავარი მიზეზი მაგრამ ხო ესეც ხო უნდა გავიაზროთ შეცდომების აღიარებას მნიშვნელოვანია გადააზრებაც ეს რაღაცა იდენტობის ნაწილი შესანარჩუნებელია ერთის მხრივ მაგრამ მეორეს მხრივ ხო ამათ ეს დაბრკოლება არ უნდა იყოს და გავაერთიანოთ ძალისხმევა როგორც ქვეყნის შიგნით რომ ერთ ხმაში ვილაპარაკოთ და ერთად დავორგანიზოთ როგორც პროტესტი აგრეთვე ნებისმიერი აქტივობა დეზინფორმაციასთან ბრძოლა აგრეთვე საგარეო ფრონტზე ერთი პირით ვლაპარაკობდით ეგ არის მნიშვნელოვანი და ამაზე ვმუშაობთ აქამდეც მუშაობდით და ეს გარემოება რაც ახლა უცნებავს შექმნა აკრძალვის სახით ამას უფრო მეტად თუ დააჩქარებს და უფრო სწრაფ ტემპს თუ შეძენს თორე პირიქით დაზიანება ამას ვერაფერ ვერ დააზიანებს ამ პროცესს ამაზე ნამდვილად მუშაობთ ნამდვილად არის ამაზე ფიქრის შეხვედრების შეთანხმებების და ამის შედეგებსაც აუცილებლად ნახავს საზოგადოება ძალიან მალე კი ბატონო და არის
უკვე დაწყებული ამ მხრივ რა რაღაც მაგალითად მოლაპარაკებები ან რაღაცა კი, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამაზე ყველა დემოკრატიული ძალა, ყველა დემოკრატიული ჯგუფი, როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე სამოქალაქო ჯგუფები და აქტივისტები, საუბრობდით აქამდეც, საუბრობთ ახლაც და ამის მერე კიდევ უფრო მეტად ხედავს ყველა საჭიროებას, რომ მეტად არის ამის საჭიროება ერთო ძალების გაერთიანების, ერთობლივად კოორდინირების ამ პროცესში, პროტესტის შენარჩუნების და პროტესტის გაფართოების. ეს არის ერთადერთი გზა, რომელსაც მივყავართ გამარჯვებამდე და ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც და ერთადერთი, ასე ვთქვათ, გამოწვევა, რომელსაც რეჟიმს აქვს. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სისრულეში მოვიდეს. მათ შორის დავით იქნებიან ლელოს წარმომადგენლები მათთანაც საუბრობთ. პარტია ლელოს რაც შეეხება, მას აქვს გადაწყვეტილება მისაღები, ასე ვთქვათ, ნახეთ, აი ეს ჩვენი შეთანხმება ეფუძნება პრინციპს, ეს არის არ თანამშრომლობა, არ შეგუება რეჟიმთან და პროტესტის გაგრძელება და მისი გაფართოება. და ლელოს აქვს გადაწყვეტილება მისაღები, თუ ის საკრებულოში შედის და აი ამ რაღაცა, ასე ვთქვათ, სიმულაციაში მონაწილეობას აპირებს, მაშინ რა ვიცი, ალბათ როგორ შეიძლება ამ ამბავზე შევთანხმდეთ. ნუ საკრებულოზე თქვენს რომ როგორც პარტია იქ ვერ იქნებიან მათი წარმომადგენლები. ის ხალხი მაინც ლელოს წარმომადგენლები იქნებიან და ხო, ნუ რა შეიძლება უბრალოდ მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ თავად ლელო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ის აირჩევს მაგალითად გახარიას გზას და დარჩება მთლიანად ოცნების აი ამ სივრცეში და რაღაც მხრივ სისტემური და ტექნიკური ოპოზიცია იქნება, თუ აირჩევს ხალხის და აი ამ პარტიების და პოლიტიკური ჯგუფების და სამოქალაქო აქტივისტების უმრავლესობის გზას, რომელიც ვართ ერთგული პროტესტის, არ ვთანამშრომლობთ რეჟიმთან და მივყვებით აი ამ ჩვენს თანმიმდევრულ პრინციპებს. ლელომ ეს გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს და ამ ერთობაში იქნება ყველას ადგილი, ვინც შეთანხმდება აი ამ პრინციპებზე, აი ამ სტრატეგიაზე და აი ამ სტრატეგიის ერთგულებაზე. სიტყვას უნდა ქონდეს ფასი და რასაც იტყვიან, ის უნდა შეასრულონ და ზიგზაგები არ უნდა იყოს. ეს არის მთავარი დაბრკოლებაც აქამდე იყო ეს მთავარი და მთავარი, ასე ვთქვათ, პრინციპი და კრიტერიუმი, რითაც შეიძლება შევთანხმდეთ და ყველას ადგილი არის აქ აბსოლუტურად ყველას, ოღონდ რა თქმა უნდა ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ისე ვერ იქნება, რომ იქაც იყო და აქაც იყო, ეგრე არ იქნება. მესმის რომ ალბათ არის რაღაც კონკრეტული პირობები, რაზეც უნდა შეთანხმდნენ და ეს არის ზუსტად იდეაზე შეთანხმება, რომ მე იცოდეთ როგორ მითხრათ, მაგრამ თუ თქვენ ისე უკან გადახვევის რეჟიმში წახვედით, მაშინ ლელოსაც, სხვა პარტიებსაც შეიძლება ბევრი პრეტენზია ქონდეთ, მაგალითად იგივე თქვენი კოალიციის მიმართ, ისევე როგორც თქვენ სხვა პარტიებს. ნახეთ, ეგ გასაგები ჩვენ ყოველთვის შეიძლება ახლა ჩამოგითხრეთ ერთი. კი ბატონო, ოღონდ აი ერთს გეტყვით, რომ ჩვენ რაღაც ბოდიშის მოხდა და რაღაცა ის კი არ გვჭირდება, ეგოს დაკმაყოფილება კი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება შეთანხმება და სიმყარე იმისა, რომ რაზეც შევთანხმდებით აი ამ სტრატეგიაზე, ეს იქნება დაცული. ლელო ამას იცავდა თავის დროზე, როცა არ შევიდა პარლამენტში, როცა არ თანამშრომლობდა. მე ამას თვითონ გადაუხვია. მე მგონი გახარია მოახდინა ცუდი ზემა. შესაძლოა, მაგრამ ნუ უნდა ეხლა თვითონ უნდა გამოვიდეს ამ ზეგავლენიდან, ხო ესე? ანუ და გახარიაც კი იცავდა თავის დროზე ამას, მაგრამ თვითონ გადაუხვიეს და აი თვითონ ერთადერთი ვინც არ იცავდა თავიდან არანაირ შეთანხმებას, ზუსტად გახარია. ნუ ხო. თუმცა ლელო უფრო იცავდა. მისი წარმომადგენელი თანხმდებოდა რაღაცას გამოვიდა. არის ყოველთვის ღია არის. ნახეთ, არავის არ გვჭირდება ჩვენ რაღაცა იმ ლელოში ძალიან ბევრი მეგობარი იყოს და გახარიასთანაც კი ძალიან ბევრი მეგობარი იყოს. არავისთან გასაყოფი არ მაქვს პერსონალურად. უბრალოდ უნდა შევთანხმდეთ და რომ ჩამოვართმევთ ერთმანეთს ხელს, ის საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და ზიგზაგები არ უნდა იყოს შუაში. ეგ არის მთავარი კრიტერიუმი და ამაზე თუ შევთანხმდებით, რავი, ჩვენი თავი ენაცვალოთ. კარი ღია არის ყველასთვის და არც გვაქვს ჩვენს უფლება რომ იმას კარი ჩაუკეტოთ პირიქით. ოღონდ ეგრე არ გამოვა რომ აი ხა მე რაღაცა იქაც ვიქნები, აქაც ვიქნები და იქაც ვიქნები. ეგრე არ გამოვა. შეთანხმება, თანმიმდევრულობა და პრინციპულობა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ეს იმ პირობებშიც არის შესაძლებელი, როცა თქვენი კოალიციის ყველა ლიდერი ახლა საპატიმროშია, მაგრამ ამის მიუხედავად ალბათ გასაგები იქნება მათი პოზიციაც თუნდაც აი ამ კონკრეტულ საკითხთან. იგივე არის მათი პოზიციაც, არავის ის რა თქმა უნდა კარსტად ჩაუკეტავენ პირიქით. შეთანხმება არის და ნიკამელიას და ყველა არის მაგალითი იმისა, როგორ უმუშავია კოალიციებს და შეთანხმებებს წარსულში და დღესაც იგივე გაწყობით ვართ, რა თქმა უნდა. კი ბატონო და აი ახლა გავიგებ ზუსტად ამ კოალიციის მიზნები და გეგმა როგორია. დავით მჟავანაძე კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმარი.